მოგესალმებით ყველას. მივესალმები ყველა იმ ადამიანს, ვინც იწერს არხს, სვავს ლაიქს, კომენტარებს და ასევე აზიარებს ვიდეოს. მოკლედ ერთგულ მაყურებელს მივესალმები, ვინც ახლები ხართ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს არხზე. მე ვიმყოფები ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვარ მხატვარი, მაგრამ გარდა ჩემი მხატვრობისა, მაქვს შეთავსებული უამრავი პროფესია. ვარ კალიფორნიაში, ვცხოვრობ აქ და ვცდილობ რომ გაგაცნოთ ჩემი თვალით დანახული ამერიკა. მაშ ასე დავიწყოთ. დღევანდელი ვიდეო იქნება ძალიან მძიმე და მე ვფიქრობ რომ ასეთ ვლოგებს ალბათ მეც აღარ გავაკეთებ, თუმცა ეს ერთი უნდა გაგვეკეთებინა. საქმე ეხება დაკარგულ ადამიანებს და რამოდენიმე სიუჟეტი არის ბავშვებზე. მაშ ასე დავიწყოთ ვლოგი. ამბავი პირველი. დენის მარტინის გაუჩინარება. ამბავი მოხდა 1969 წლის 14 ივნისს. ამ დღეს ამერიკაში მამის დღეს აღნიშნავენ, ისევე როგორც ჩვენთან დედის დღე აღინიშნება. ყველას უხარია, შვილები მამებს ულოცავენ. ცოლები კი ქმრებს პატარა საჩუქრებს უკეთებენ. ყველანი ერთად იკრიბებიან. ამ დღეს ტენესელი ოჯახი სმოქი მაუნტინის ეროვნულ პარკში იკრიბება. მათთან ერთად არიან ახლობლები, ოჯახის ბაბუა და პატარა შვილი 6 წლის დენისი. პარკში არაჩვეულებრივი ამინდია. ოჯახი სუფრას შლის, პიკნიკს იწყებენ. ბავშვები კი ბალახზე დარბიან და ჟრიამულობენ. იცინიან და იწყებენ დამალობანას თამაშს. მალე 6 წლის დენისი ბუჩქებში ჩაიმალება. რამოდენიმე წუთის შემდეგ მამა დაუძახებს, მაგრამ პასუხს იქიდან არავინ გასცემს. ოჯახმა იფიქრა, რომ სხვა მხარეს გავიდა ბავშვი, მაგრამ კვალი აღარ იყო. დენისთან ერთად სხვა ბავშვებიც თამაშობდნენ დამალობანას. ყველას ეკითხებიან, სად წავიდა 6 წლის დენისი, მაგრამ პასუხს ვერავინ ვერ სცემს. დაიწყო ძებნა, რომელიც მალე გადაიზარდა ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ოპერაციაში ამერიკის ისტორიაში. პირველი კვირის განმავლობაში 1400-ზე მეტი მაშვენი, ჯარისკაცი და მოხალისე ეძებდა პატარა ბიჭს. თითქოს მთელი შტატი ფეხზე იდგა. სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო ვერტმფრენი, ჩართეს მეძებარი ძაღლები. თუმცა კვალი არსად არ ჩანდა. თითქოს პატარა დენისი უბრალოდ გაქრა. ვისაც როგორ შეეძლო, ისე ეხმარებოდა ოჯახს. მთელი შტატი ფეხზე იდგა. ყველა ეძებდა. არ დატოვეს არც ერთი ხე, არც ერთი ბუჩქი, არც ერთი ტოტი, არც ერთი ბილიკი. ბავშვი არსად ჩანდა. აქ ყველაზე საინტერესოა ძაღლების მოქმედება. სამძებრო სამუშაოებში ძაღლები ძალიან მალე ჩაერთვნენ, თუმცა მათი მოქმედება ძალიან უცნაური იყო. ძალიან მალე კარგავდნენ ძაღლები ბავშვის კვალს. თითქოს ბავშვის სუნს აიღებდნენ და ერთი და იგივე წრეზე იწყებდნენ ტრიალს. თითქოს ამ ადგილიდან ბავშვი უბრალოდ გაუჩინარდა. სამძებრო სამუშაოები გრძელდებოდა. კვალი არსად იყო. მამა ფაქტიურად დღეს არ ტოვებდა. 1500-ზე მეტი მოხალისე იყო ჩართული, როგორც აღვნიშნე. ბავშვს ეცვა წითელი მაისური, მწვანე შორტი, თეთრი წინდები და სპორტული ფეხსაცმელი. იგი თითქოს გაქრა. კვალს ვერ აგნებდნენ. დრო კი გადიოდა. ერთადერთი ფაქტი, რომელსაც მიაკვლიეს, ეს იყო ნაფეხურები მდინარესთან. თითქოს ნაფეხური ემთხვეოდა ბავშვის სპორტულ ფეხსაცმელს, თუმცა ესეც სადაო გახდა, რადგან ექსპერტებმა დაადგინა, რომ არა მხოლოდ დენის ეცვა ასეთი ფეხსაცმელი, არამედ იქვე მცხოვრები ბავშვები, რომლებიც ბანაკში იყვნენ, დაბანაკებულები და ისვენებდნენ, სწორედ ასეთ ფეხსაცმელს მოიხმარდნენ და ამ ადგილებში თამაშობდნენ ხოლმე. თითქოს ხელმოსაკიდი აღარაფერი რჩებოდა. იქვე ბანაკში მცხოვრები ოჯახები გამოკითხეს და ძალიან საინტერესო ამბავს ყვება ერთ-ერთი ოჯახი, რომელიც სწორედ იმ დღეს მოხდა, როდესაც პატარა დენისი დაიკარგა. დენისი დღეში 16 საათსა და წუთებზე გაუჩინარდა 14 რიცხვში და ამავე დღეს ერთ-ერთი ოჯახი იხსენებს, რომ ტყიდან ბავშვის ყვირილის ხმა შემოესმათ. საშინელი ხმა შემოგვესმა. ჩვენ იმ წუთში ტყისკენ წავედით. თითქოს ბავშვის ყვირილის ხმა იყო. როდესაც ტყეში შევედით, დავინახეთ დათვი, თუმცა მალევე გავარჩიეთ, რომ ეს დათვი არ იყო და იყო ადამიანი.
ჩემმა შვილებმა კიდევაც დაიყვირეს დათვი, თუმცა დათვს ნამდვილად არ ყავდა. ეს იყო ადამიანი, რომელიც ან უსახლკარო იყო, ან განდეგილი, რომელსაც საშინლად ეცვა. ძალიან მოუწესრიგებელი იყო, ბეწვიანი კაცი. ჩვენ არ ვიცოდით იმ დროისთვის თუ ბავშვი იყო დაკარგული. ეს კაცი კი თითქოს სადღაც ჩქარობდა. ძალიან სწრაფად მიდიოდა. ჩვენ ბავშვის დაკარგვის ლოკაციიდან დაახლოებით 5 მაილში ვიყავით დაბანაკებულები. გამოდის, რომ მოწმე იყო ჰაროლდ კეი, თავისი ოჯახით, რომლებმაც 14 ივნის საღამოს დენისის გაუჩინარების დღესვე გაიგონეს კივილი და დაინახეს უცნაური ადამიანი ტყეში. ეს მონაკვეთი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე დიდ საიდუმლოდ ითვლება, რადგან გაუგებარია ეს კივილი ნამდვილად დენისის იყო თუ არა და ვინ იყო ის უცნობი კაცი. ეს ამბავი მალე გავრცელდა და ადგილობრივებმა საუბარი დაიწყეს რაღაც ამოუხსნელ არსებაზე. ამერიკელები ამ არსებას ხშირად Bigfoot-ს ეძახიან. ეს არის 2-3 მეტრის სიმაღლის მაღალი ბეწვიანი ჰუმანოიდი, აქვს დიდი ფეხის კვალი, აქედან მოდის სახელი Bigfoot-ი. მოძრაობს როგორც ადამიანი, თუმცა გაცილებით ძლიერია. როგორც ამბობენ ლეგენდის მიხედვით, Bigfoot-ები არ გამოდიან ადამიანებთან კონტაქტზე, პირიქით მათ ერიდებიან. ისინი უღრან ტყეებში ცხოვრობენ და ღამღამობით გამოჩნდებიან ხოლმე, თუმცა მე რომ მკითხოთ, არ ვიცი ვის ჯერა ამ ლეგენდების და ვის არა, მაგრამ როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში რაღაც ხდება, აუცილებლად ინდიელებს უნდა მოусმინოთ, რადგან ამ ხალხზე კარგად ეს მიწები და ეს ტყეები არავინ იცის. მოდით ვნახოთ, რას ამბობენ ინდიელთა ტომები. ჩეროკი და სხვა ადგილობრივი ტომების ლეგენდების მიხედვით არსებობდა ტყის გიგანტი, რომელსაც ცულ კალუს ეძახდნენ. ეს არსება ძალიან გავდა დღევანდელ Bigfoot-ს. ევროპელები გადმოსახლებულებიც 1800-იან წლებში აღნიშნავდნენ, რომ ტყეში ცხოვრობდნენ ბეწვიანი კაცები. ჩანაწერებში ვკითხულობთ, რომ მათ ეძახდნენ ტყის ბეწვიან ადამიანებს. მოწმეების აზრით, კაცი, რომელიც იყო ბეწვიანი და სწრაფად გადაადგილდებოდა ტყეში, მას შემდეგ შეამჩნიეს, როცა ბავშვის ყვირილი გაიგონეს. იმდენად უცნაური მამაკაცი იყო, რომ ბავშვებს, იქ ბანაკში მყოფ ბავშვებს, მოწმის ოჯახის წევრებს ეგონათ პირველ რიგში დათვი და დაიყვირეს კიდევაც, რომ დათვი დაინახეს. თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს იყო კაცი, რომელიც ძალიან უცნაურად გამოიყურებოდა. ამ კაცის გარშემო 3 ვერსია არსებობს. პირველი, ეს შეიძლება ყოფილიყო ადამიანი, რომელიც კრიმინალური პიროვნება, ამ ტყეებში აფარებს თავს, დამნაშავეა და გადაეყარა ბავშვს და ბავშვი გაიტაცა. მეორე ვერსიით, ეს იყო უსახლკარო მამაკაცი, განდეგილი, რომელიც ან ყოფილი სამხედროა, ან რაღაც შეხება ქონია სამხედრო სამსახურთან, მას სამხედრო ქურთუკი ეცვა თითქოს. მესამე ვერსიით კი ეს არის სწორედ ეს Bigfoot-ი, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ და რომელზეც არსებობს ჩანაწერები, რომ ამ ტყეებში შემჩნეული ყავთ ასეთი დიდი ადამიანები, რომლებიც ძალიან გვანან მაიმუნს, მათ გაცილებით მეტი ძალა აქვთ ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანებს და სწრაფად გადაადგილდებიან ტყეში. უცნაურია ძაღლების მოქმედებაც, თითქოს იღებენ კვალს და შემდეგ ერთ წრეზე ტრიალებენ და იბნევიან. ესეც თითქოს იგანიშნებს სავარაუდო გატაცებაზე, მაგრამ ესე წამებში როგორ შეიძლება ბავშვი ესე გამქრალიყო? დენის მარტინის ისტორია დღემდე გაუხსნელ საქმედ ითვლება. მასზე უზარმაზარი საძიებო ოპერაცია ჩატარდა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ეროვნული პარკის ისტორიაში. ასობით სამხედრო, მოხალისე და ძაღლი იყო ჩართული. მალევე ნაპოვნი იყო სავარაუდო ფეხსაცმლის ნაკვალევი, რომელიც შეესაბამებოდა დენისის ფეხსაცმელს. ერთი ფეხი შიშველი, მეორე ფეხსაცმლით, მაგრამ ოფიციალურად ხელისუფლებამ ის ბავშვის კვალად არ სცნო. რამოდენიმე კვირის შემდეგ მეზობელ ბანაკში ადგილობრივმა ოჯახმა ტყეში ღრიალისა და უცნაური არსების დანახვა შეატყობინა პოლიციას. დენისის საქმესთან დააკავშირეს, მაგრამ მტკიცებულებები არ არსებობდა.
დღევანდელი მდგომარეობა კი ასეთია. დენისის ცხედარი ან რაიმე ნივთი არასოდეს აღმოუჩენიათ. არსებობს მრავალი თეორია: დაღუპვა, გაყინვა, მტაცებლის მიერ გატაცება, ასევე ადამიანების მიერ გატაცება. შემთხვევით დაცემა ღრმულში ან მდინარეში ჩავარდნა. ასევე მოსაზრებები ბიგფუტთან დაკავშირებით. ეს საშინელი ისტორიაა, ჩემზე ძალიან იმოქმედა. მერთმა ქნას, რომ ყველა დაკარგული ადამიანი სახლში დაბრუნდეს. თავის ოჯახთან, საყვარელ ადამიანებთან, რომლებიც მთელი ცხოვრება ელოდებიან მათ სახლში დაბრუნებას. რაც შეეხება გადაცემას, ვფიქრობ საინტერესო იყო და სწორედ ეს ისტორია ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ ყველაზე ამოუხსნელ ისტორიად რჩება. მაინტერესებს თქვენი კომენტარები, ვიმშელოთ რა მოსაზრებები გაქვთ თქვენ ამ ამბავთან დაკავშირებით, მოიწონეთ ვიდეო, დაგვისვით ლაიქი და გავაგრძელოთ ახლა ერთი საინტერესო ამბავი უნდა მოგიყვეთ. ბობი დამბარის გაუჩინარება, ამბავი მეორე. ლუიზიანას შტატის ქალაქ ოპელუსაში მცხოვრები ლესისა და პერის დამბარებს პირველი ვაჟი ეყოლებათ. ეს იყო 1908 წლის 23 მაისი. ახალგაზრდა ამერიკელი ოჯახი ბედნიერად ცხოვრობს. ბიჭი იზრდება და სადაც დადიან, ყველგან თან დაღავთ. 1912 წლის აგვისტოში დამბარები ლუიზიანას შტატის ქალაქ სენტ-ლენდრის სამრევლოში მდებარე სვეიზის ტბაზე სათევზაოდ წავიდნენ. 23 აგვისტოს კი სვეიზის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ბობი გაუჩინარდება. იმ დროისთვის ბიჭუნა 4 წლის არის. მისი დაბრუნებისთვის $1000 ჯილდოს აცხადებს ოჯახი, რაც დღევანდელ დღეს უდრის დაახლოებით $35,000. 8 თვის განმავლობაში პოლიცია უშედეგოდ ეძებს დაკარგულ ბიჭუნას. ჯილდოს თანხა კი ოჯახმა გაზარდა და იმ დროისთვის $6,000 შეადგენდა. 8 თვის თავზე ხელისუფლება პოულობს ადამიანს, რომელიც არის მოხეტიალე პიროვნება, უილიამ უოლტერსის სახელად, რომელიც ასევე მუშაობს და სპეციალიზირებულია ფორტეპიანოების და არღანების აწყობასა და შეკეთებაში. უოლტერს მოხეტიალე ცხოვრების წესი აქვს, ბევრს მოგზაურობს და თან ატარებს პატარა ბიჭუნას, რომელიც მას ყველგან თან ახლავს. ბიჭუნა ძალიან გავს დაკარგულ ბობი დამბარს. როდესაც ვოლტერსი გამოკითხეს, მან განაცხადა, რომ ბავშვი იყო მასთან მომუშავე ჯულია ანდერსონის შვილი. ჯულიასგან ჰქონდა ვოლტერს მეურვეობა და ბავშვთან ატარებდა. მიუხედავად ვოლტერსის პასუხებისა, იგი იმ წამსვე დააპატიმრეს. ხელისუფლება დაუკავშირდა დამბარების ოჯახს, უთხრეს ეს ამბავი და მისისიპში გააგზავნეს ბავშვის ამოსაცნობად. პრესაში ურთიერთგამომრიცხავი სტატიები იწერებოდა. გაზეთების ცნობებში განსხვავდებოდა ბიჭისა და დედის შეხვედრის მომენტი. მაგალითად, ერთ გაზეთში წერდნენ, რომ როდესაც ბიჭმა დედა დაინახა, იმ წუთში დაიყვირა დედა და შემდეგ ორივე ერთმანეთს ჩაეხუტა. მეორე გაზეთში კი წერდნენ, რომ ბიჭი ატირდა და იმეორებდა მხოლოდ დედის სიტყვებს, რომ არ იცოდა მისი შვილი იყო თუ არა. სხვაგან კი იწერებოდა, რომ დამბარები რომ ჩავიდნენ ბავშვის ამოსაცნობად, ორივე მშობელს ეჭვიეპარებოდა, იყო თუ არა ეს ბავშვი მათი შვილი. ასევე გაზეთები წერდნენ ურთიერთგამომრიცხავ ამბებს, თითქოს როდესაც დაინახა ბავშვმა მისი ბიძაშვილი იმ წუთში იცნო და ჩაეხუტა, ზოგი პრესა კი პირიქით წერდა. ძალიან მალე ჩრდილოეთ კაროლინადან ჯულია ანდერსონი ჩამოდის, რათა დაადასტუროს უოლტერსის მტკიცება და მისი ვაჟი წამოიყვანოს, რადგან იგი ამტკიცებს, რომ ეს ბავშვი ნამდვილად მისი ვაჟია. ჯულია სასამართლოს უმტკიცებს, რომ იგი მართლაც ვოლტერსთან მუშაობს ყანაში და ბიჭუნა მისი შვილია და მისი ნებით დაყვება ვოლტერს ქალაქ-ქალაქ. სასამართლო ეჭვობს, მას არ ყავს ადვოკატი ჯულიას, ასევე არ ყავს მეუღლე და მოითხოვს ამოცნობას. სასამართლოზე ფაქტიურად ორი ოჯახი დაობს ერთ ბავშვზე. პირველები არიან, ასე რომ ვთქვათ, დამბარის გვარის ოჯახი
რომლებმაც ბავშვი დაკარგეს და ძებნის შედეგად ეს ბიჭი იპოვეს. ქალბატონი კი ჯულია ამტკიცებს, რომ ეს ნამდვილად მისი ბიოლოგიური შვილია, მაგრამ სასამართლო მას ეჭვის თვალით უყურებს. პირველ რიგში იმიტომ, რომ მას არც ადვოკატი ყავს, ქალბატონი თავისით იცავს თავს და იყო ერთი საეჭო გარემოება. ქალბატონი როცა ჩამოვიდა, ბავშვი აჩვენეს, თუმცა აჩვენეს ამოცნობის პრინციპით, 5 სხვადასხვა მსგავსი ბავშვი მოიყვანეს და უნდა დაესახელებინა, რომელი იყო მისი შვილი. ამ ყველაფერს ვკითხულობთ იმ დროინდელი პრესიდან და გაზეთებიდან, რომელიც უხვად იბეჭდებოდა ამ თემას. ჯულია იბნევა პირველ ამოცნობაზე და ითხოვს მეორე ამოცნობას, სადაც ის შეძლებს ბავშვების გაშიშვლებას და ისე დათვალიერებას. სავარაუდოდ ასე უფრო გაიმარტივებდა საქმეს დედა და როდესაც ჩატარდა მეორე ამოცნობა, დედა სწორად ასახელებს თავის შვილს. ამ ყველა ინფორმაციას ვკითხულობთ პრესაში, რომელიც აქტიურია ძალიან, მთელი ქალაქი ჩართულია ამ პროცესში და სასამართლოზე ასევე მოდიან ის ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მოხეტიალე ხელოსანთან ერთად ძალიან ხშირად ყავთ ბიჭი ნანახი და მეტიც. სანამ ბობი დაიკარგებოდა, მანამდე ხედავდნენ ხოლმე. ასე რომ ამტკიცებენ, რომ ეს ბიჭი ბობი არ არის და არის ნამდვილად ჯულიას ვაჟი. ეს საკმაოდ რთული სასამართლო იყო, ძალიან დიდხანს გაგრძელდა, ძალიან აქტიური იყო იმდროინდელი პრესა ამერიკის შეერთებულ შტატებში და საბოლოო ჯამში მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას და აღიარებენ, რომ ეს ის ბავშვია, რომელიც დაიკარგა, ბობი და დამბარების ოჯახს გადასცემენ და ამით დასრულდება სასამართლო პროცესი. ბობი ბედნიერად იზრდებოდა დამბარების ოჯახში. ერთხელ ბობი როდესაც გაიზარდა, მამას ეკითხება ასეთ ფრაზას, რომ არის თუ არა ნამდვილად მისი შვილი. მამა ძალიან ცივად მოუჭრის და ეტყვის, რომ მე ვიცი ვინ ვარ და შენ იცი ვინ ხარ. დანარჩენ ყველაფერს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ეტყობა სავარაუდოდ მაინც ბავშვს ჰქონდა ეჭვი, რომ ნამდვილად იყო თუ არა იგი ის ადამიანი, ვინც სასამართლომ დაასახელა. ახლა კი ვფიქრობ, ყველაზე საინტერესო მომენტი იწყება, კარგად მოკავათით. 1999 წელს ბობი დამბარის გარდაცვალებიდან 33 წლის შემდეგ მისმა ერთ-ერთმა შვილიშვილმა გადაწყვიტა ყველა მტკიცებულებები მოეძიებინა და თავიდან ბოლომდე გადაეხედა ამ საქმისთვის. მან შეისწავლა როგორც სასამართლო მტკიცებულებები, ასევე პრესა. 2004 წელს ჩატარდა დნმ ტესტი. ტესტის პასუხებმა კი აჩვენა, რომ ბობი იყო ჯულია ანდერსონის შვილი და არანაირი შეხება არ ჰქონდა დამბარებთან. გამოდის, რომ სასამართლო შეცდა. დამბარების ბავშვი ბობი, რომელიც ტბასთან გაუჩინარდა, აღარასოდეს გამოჩენილა.